სოფელ ზედარგანში მცხოვრებთათვის ქალაქთან დამაკავშირებელ უმოკლეს და ხელსაყრელ გზას, ეგრეთ წოდებული საშევარდნოს სახალხო საბაგირო გზა წარმოადგენს. თუმცა საბაგირო გზამდე მისვლა წლების განმავლობაში გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო სირთულეს წარმოადგენდა. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა წერეთლის მაღაროს მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო გზის შეკეთება და პარალელურად ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარის მშენებლობა დაიწყო. მოსახლეობის მოთხოვნა იყო რომ დაგებულიყო საცალფეხო ბილიკები და უკვე დასრულებაზე არის 600 მეტრიანი საცალფეხო ბილიკი. და პარალელურად მიმდინარეობს გზის შეკეთებაც, რომელიც მოსახლეობას აკავშირებს საბაგირო გზასთან. 600 მეტრი გზის მონაკვეთის შეკეთება და ტროტუარის მშენებლობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მალე ფეხით მოსიარულეებს, მათ შორის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ საბაგირო გზამდე და წერეთლის მაღარომდე სუფთად გადაადგილდნენ. პარალელურად დამონტაჟდება ქუჩის განათებები. ცხოვრობ ზედარგანში, სარგებლობთ საბაგიროთ, ჩვენ სხვა ტრანსპორტი არაფერი არ გვაქვს. ხშირად გვიწევს ამ ტროტუარზე და ამ გზაზე სიარული. როცა წვიმა არის და რაღაც ძალიან ძირი ტალახი დგებოდა და ყველაფერი ვთხოვეთ ჯორჯიან მანგანეზს, რომ დაეგო ჩვენთვის გზატკეცილი ასfaltი. დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და გაგვიკეთა. ჯერ აკეთებენ, კი, ჯერ არ არის დასრულებული მართალია, მაგრამ აკეთებენ, აგრძელებენ გზის დაგებას. ასევე შეგვპირდნენ, რომ შუქი იქნება. გაგვიკეთებენ სოფლამდე შუქს და რა ვიცი, კმაყოფილი ვართ. ადგილობრივები კომპანიის ინიციატივას მიესალმებიან. თავის მხრივ კომპანიის მენეჯმენტი მოსახლეობასთან აქტიური და გახსნილი კომუნიკაციის პოლიტიკას ირჩევს. სამუშაოები ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება. უჭირდათ ახლა მოსახლეობას ბავშვებს უჭირდათ გადაადგილება, მაგრამ დაიგო ეს ტროტუარები რა თქმა უნდა და კმაყოფილი ვართ ამ ეტაპზე. ეს კომპანია ითვალისწინებს ყველაფერს და მოსახლეობის ინტერესებსაც ითვალისწინებს და მე ვფიქრობ, რომ ის ყველაფერი დასახული ამოცანები, რომელიც აქვს მაგათ, მე მგონია ყველაფერი გაკეთდება ესე როგორც საჭიროა. ზედარგანში მიმდინარე სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო და უკვე დასრულების სტადიაშია.